მოგესალმებით, მონოგარი კლავ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა მინდა შემოგთავაზოთ. ასევე ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად დღეს მონოგარს სტუმრობს ჩემი პედაგოგი და ჩემთვის ძალიან საპატრიცემულო ადამიანი, ბატონი არჩილ ხომასულიძე, პროფესორი და ამავდროულად ჩემი კოლეგა, ახალგაზრდა პროფესორი, კაპიტანი ლალი ფხავაძე. მე მინდა ჩემს სტუმრებს მივესალმო, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სტუდიაში სტუმრობისთვის. ეს შემთხვევა, როცა მე მიხარია, რადგან ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ჩემთვის არის ნაცნობი, ერთ ჩემეულია და ასეთ შემთხვევაში უფრო თავისუფლად ვარ ხოლმე. დაძაბულობების გარეშე მე მინდა დღეს ჩვენ ძალიან აქტუალურ თემას შევეხოთ. უშვილობა, მით უმეტეს არსებული დემოგრაფიული სიტუაციის პირობებში ყოველთვის უშვილობა, იმიტომ რომ ერთი ოჯახიც რო იყოს ქვეყანაში უშვილო და ძალიან დემოგრაფიულად გამართული იყოს ეს ქვეყანა, მაინც დიდი ტრაგედია თითოეული ოჯახისთვის. მით უმეტეს აი ჩვენ პირობებში, ახლა უკვე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესიც არა საკურველია, რომ ყველა ოჯახს მით უმეტეს ყავდეს სასურველი შვილი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, რომ არსებობს რაღაც გარკვეული პათოლოგიები, რომლებიც თავისთავად განაპირობებენ ან შეფერხებას, ან სრულიად უშვილობას, ან ესეთი სხვადასხვა ტიპის ინტერვენციებს საჭიროებს ქალი იმისათვის, რომ მან შეძლოს, ესე იგი, საკუთარი შვილის გაჩენა. მე მაინც ვფიქრობ ხოლმე მარტო არჩილ, რომ ნებისმიერი კლინიკის, რომელიც მუშაობს უშვილობის პრობლემებზე, მე რომ მე გადაწყვეტილების მიღები ვიყო, ხარისხის ინდიკატორად გამოვიტანდი, რა პროცენტში ახერხებს ესეთოვის კლინიკა და ჩვენი კოლეგა მაღალი ტექნოლოგიური ჩარევების გარეშე ქალის ჯანმრთელობის იმგვარ მოპირკეთებას, რომ მას შეძლოს გააჩინოს შვილი, თუნდაც ასეთი სომატიური მკურნალობის შემდეგ და ამის საშუალება ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე. და აი ეს სწორედ განაპირობებს კვალიფიკაციას, კლინიკის ხარისხსაც, დაზოგვით მკურნალობასაც და ბევრ რამეს. ამიტომ მე მინდა პირველად გადმოვიდე თქვენთან შეკითხვით, რა პათოლოგიები გვხდება ქალის ცხოვრებაში, თუ შესაძლებელია განმარტოთ ყველა ასაკობრივ ჯგუფში რა შეიძლება შეგხვდეს და თავისთავად რა განაპირობებს, აი როგორ უშლის ხელს ვთქვათ 35 წელი და ზემოთ, თუმცა პირველად გადაწყვეტს ქალბატონი გააჩინოს შვილი. ამ ასაკობრივ ჭრილშიც და პათოლოგიები, რომლებიც ხელს უშლის უშვილობას. ბოლოდან დავიწყებ. საქმე იმაშია, რომ მკურნალობთ ჩვენ საკმაოდ წარმატებით ჩვენ ქვეყანაში საერთოდ უშვილობას რაოდენობრივად და ციფრობრივად საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ შედარებით იშვიათად უფიქრდებით იმას, თუ არამატო რაოდენობრივ ინდექს უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ იმას, თუ როგორი ხარისხი აქვს ჩვენ მიერ შექმნილ ახალ სიცოცხლეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ ჯანმრთელობის გამარჯვება ახალშობილის. ალბათ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. და ის რომ უშვილობა არის ესე იგი დიდი პრობლემა და ძალიან ყურადსაღები ჩვენ დემოგრაფიულ სიტუაციაში ეს ხო ცხადია. ეხლა ჩვენ გამოვიარეთ პერიოდი, რაც თქვენ დასვით, სწორედ დასვით აქტუალურად ეს საკითხი, რომ არ არის აუცილებელი დავიღოთ და ვეტაკოთ ეხლავე ულტრათანამედროვე ელიტარულ მეთოდს, როგორიც არის მაგალითად ინვიტრო განაყოფიერება, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, 7-8000 ჯდება, ეს არც თუ ისე ადვილია ჩვეულებრივი პაციენტისათვის დაძლევა ამ ფაქტორისა. სხვათა შორის გავიმეორებდი, მრავალჯერ გამიმეორებია და დღესაც არ შემიძლია არ გავიმეორო ეს ფაქტი, რომ ბოლოს და ბოლოს ოდის დააფინანსებს სახელმწიფო ინვიტრო განაყოფიერების თუნდაც ერთ მცდელობას მაინც. საქართველოს ამ მხრივ არის ესე იგი ელემენტარულად ესე იგი ჩამორჩენილი, ჩემთვის სიცხველია რომ თქვა რომ რაღაცა უშვილობის განხრით საქართველოში რაღაც ჩამორჩენილია, მაგრამ ჩვენ ექიმების დანაშაული არ არის. ეს არის ადმინისტრაციული დანაშაული, რომელიც არ აქცევს ყურადღებას ესეთ მტკივნეულ საკითხს. ხო და უბრუნდები თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას, ისა ვისაც ესმის უშვილობის მკურნალობა. პანაცეა არ უნდა იყოს და ელიტარულ მეთოდს არ უნდა ეტაკო იმ ტუჩი. უნდა მოსინჯო ნაკლებად ინვაზიური მეთოდი, რა თქმა უნდა, ტრადიციული მეთოდი. არსებობს ასეთი მეთოდები. არ უნდა გეგონოთ, რომ ეს არის მათ დრო მოჭამეს და უნდა თანამედროვე სიტუაციაში ის არ უნდა გამოვიყენოთ. მით უმეტეს თუ ძალიან ძვირია.
ამიტომ ტრადიციული მეთოდების გამოყენებას ძალიან ხშირად ჩვენ მიმართავთ. მე ურჩევ ხოლმე ჩემ მოწაფეებს თანაშრომლებს, რომ ჯერ მოვსინჯოთ თუ ასაკი გვაძლევს. ასაკზე ცალკე გეტყვით. ამის საშუალებას თუ გვაძლევს ასაკი რომ მოვიცადოთ ტრადიციული მეთოდები მოვსინჯოთ, ეს ალბათ იქნებოდა აბსოლუტურად ოპრიანი. საერთოდ უშვილობის კლინიკას აქვს თავისი დროის ფაქტორიც, ესე ვთქვათ. უცებ არ გამოდის უშვილობის კურნალობა. ნორმალური თანამედროვე კლინიკისათვის, ესე იგი, პრობლემა ხალხს და ოჯახს უნდა გადაუწყვეტოს, საშუალოდ რო ავიღოთ სქემატიურად, ყოველთვის ერთნაირად არ არის ერთი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ ან კი უნდა უთხრა, ან არა, ან უნდა დაეხმარო, ან უნდა დაეხმარო. რაც შეეხება ასაკს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ესე გამოცხოვრება გვიჩვენა, რომ თანამედროვე ოჯახებს და განსაკუთრებით ქალებს, თავარ ოჯახის შემადგენელ ნაწილს დროზე არ უნდათ კურნალობა. მაშინ არ მივართავენ, როცა მათ ოპტიმალური დრო არის შვილოსნობისა. გადაიდო ვადა პირველი ორსულობისა. კარიერა, ოჯახი, შემოსავალი, რაღაც სოციალური პრობლემები და ამიტომ არ მიდიან ამ ორსულობაზე დროულად. ეს იწვევს იმას, რომ ფაქტიურად უშვილობას პრობლემის გამო ქალი მიმართავს კლინიკას უკვე ასაკში. ასაკობრივი არის ეს. და ასაკის გავლენა შთამომავლობაზე მოგეხსენებათ ესე ცხადზე ცხადია დღესდღეობით. რომ რაც უფრო მეტი ხნის არის მშობლები, ნაყოფიც ესე იგი შესაბამისად იბადება საკმაოდ დიდი გართულებების შემდეგ. როგორც ორსულობის მშობიარობის პერიოდში, აგრეთვე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იწვევს ბევრ შეკითხვას. ფაქტია სტატისტიკურად, რომ ესეთი იბადებიან ესეთი ბავშვები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეთოდი, რომელიც გამოიყენება ნორმალურ სწორ კლინიკაში, ის არ არის სწორი. მეთოდის ბრალი კი არ არის. თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის ბრალი ასაკოვანი, ან კიდე არც თუ ისე ჯანმრთელი რეპროდუქციული თვალსაზრისით მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზია ამ შემთხვევაში. მე მგონი გიპასუხეთ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. მე გიქრობ ბატონო. ძალიან საინტერესო პასუხი მივიღე პრინციპში, მაგრამ აქვე არ შემიძლია გითხრათ ბატონო არჩილ, რომ მათ შეეხება ინვიტრო განაყოფიერების დაფინანსების საკითხს. ამ საკითხზე ალბათ სახელმწიფო მსჯელობამ შესაძლებელია დაეცოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკაფიო რეგულაცია გაჩნდება. ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ აი ამ რეგულაციების რაღაც გაიწელა ამ საკითხის მოგვარება იმისათვის რომ რაიმე საკითხის დაფინანსება დაიწყოს სახელმწიფომ იგივე მოსახლეობის ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის ფულით სახელმწიფო ხაზინიდან ძალიან ზუსტად უნდა იყოს ფოკუსირებული და გათვლილი რას აფინანსებ, როგორ აფინანსებ, როგორი რეგულაციის ქვეშ რა და ასე შემდეგ. ხარისხის ინდიკატორები მაინც უნდა გქონდეს ელემენტარულად. კანტონალი მომდევნო შეკითხვა მაქვს თქვენთან. დაავადებები, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად იწვევენ უშვილობას და აი მათი მკურნალობა და ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობასა და შემდეგ უკვე როგორც ბატონმა არჩილმა თქვა, რამდენად აი განსხვავებულ მეთვალყურეობას და ყურადღებას საჭიროებენ უკვე ის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ორსულობა დგება არა იმისათვის რომ ქალის თვითმიზანია მშობიარობა, არამედ მივიღოთ ჯანმრთელი ახალშობილი და ჯანმრთელი და სრულფასოვანი საზოგადოების წევრი. თუ შეიძლება. გეთანხმებით. პირველ რიგში ალბათ უნდა აღვნიშნოთ ძალიან საინტერესო ფაქტი. უშვილობის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 10%. ზოგადად მსოფლიოში დღეს უშვილობის მაჩვენებელი არის 17%. უშვილობის სიხშირე რეალურად გაიზარდა. ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები და პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის თანამედროვე ეკოლოგია. სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობა ამ თვალსაზრისით თქვენ იცით, როგორია ჰაერში ტყვის შემცველობა და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს ტენდენციები ზოგადად შეცვლილია და ძალიან პოპულარული გახდა გარეკვება. საკვები, როდესაც მზადდება მაღალ ტემპერატურაზე, ამ დროს გამომუშავდება ტოქსიური პროდუქტები და დღეს უკვე დადასტურებული ამ ტოქსიური პროდუქტების პირდაპირი გავლენა, ტოქსიური მოლეკულების, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე საკვების მომზადების დროს წარმოიქმნება და პირდაპირი გავლენა არის დაკავშირებული უშვილობასთან, ანუ რეპროდუქციული ფუნქციის მოშლასთან. ასევე თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ როგორი დიდი რაოდენობით ვიყენებთ პლასმასის პროდუქტებს, კონტეინერებს, სადაც არის ესეთი მავნე ნივთიერებები, ტალატები, ბისფენოლები, რომლების ასე ვთქვათ უარყოფითი გავლენაც
რეპროდუქციულ ფუნქციაზე დადასტურებულია. ეს არის ეგრეთ წოდებული ენდოკრინული დამაზიანებლები, რომლებიც განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენენ ორსული ქალის ორგანიზმზე და პირდაპირ შეუძლიათ ნაყოფზე ძალიან ნეგატიური გავლენა იქონიონ. ეს და სხვა მრავალი ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია უშვილობის მაჩვენებლის გაზრდასთან. უშვილობის ფაქტორები ძალიან ბევრია, უშვილობის გამომწვევი მიზეზები, ასაკთან დაკავშირებით უკვე ბატონ მარჩილმა ისაუბრა და ალბათ საინტერესო იქნება მაყურებლისთვის ვთქვათ, რომ უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ქალის ფაქტორით გამომწვეული მიზეზები, ანუ მამაკაცის ფაქტორით და ქალის და მამაკაცის ფაქტორთან დაკავშირებული უშვილობა ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სქესობრივ გზით გადამდები ინფექციებით გამოწვეულ გართულებებთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების ჯანსაღის წესის პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მოზარდებში და ახალგაზრდებში. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან მიზეზს, ეს არის ენდოკრინული ფაქტორები, ჰორმონული მიზეზები, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. განსაკუთრებით ქალებში და ეს იწვევს ანოვულაციას, ანუ არ ხდება ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედის მომწიფება, ანუ და თუ არა გვაქვს კვერცხუჯრედი, განაყოფიერებლად ვერ მოხდება. და უშვილობის ენდოკრინულ ფაქტორებში ყველაზე დიდი როლი აქვს პოლიცისტური საკვერცხების სინდრომს. ეს დაავადება ერთგვარ ნაციონალურ დაავადებადაც არის მიჩნეული, რადგან ზოგადად ამ დაავადების გავრცელება სხვადასხვა პოპულაციაში არის განსხვავებული. დაახლოებით 6-დან 29%-მდე ამ სოფლიო მაჩვენებელი და საქართველოს ქართველების მიეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს ამ თვალსაზრისით და პოლიცისტური საკვერცხების სინდრომი ესეთი პაციენტები ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიან და აი ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ პოლიცისტური საკვერცხების სინდრომი ეს არის დაავადება, რომელიც არ ინკურნება. ეს არის დაავადება მთელი სიცოცხლის მანძილზე, რადგან მისი გამომწვევი მიზეზი არის გენეტიკური ფაქტორი. არსებობს რისკის ალელები, რომლებიც იწვევენ ამ დაავადებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ დაავადების რეალიზაციაში გადამწყვეტი როლი აქვს გარემო ფაქტორებს. გადამწყვეტი როლი აქვს ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებებს, რა თქმა უნდა, ფიზიკურ სტრესორებს და ანუ დიეტურ ფაქტორებსაც. პოლიცისტური საკვერცხების სინდრომი გარდა იმისა, რომ იწვევს უშვილობას, ზოგადად აუცილებლად საჭიროა ხოლმე მკურნალობა იმისათვის, რომ მივიღოთ ასეთ პაციენტებში ორსულობა, თუმცა ეს დაავადება პირველად მოზარდობის პერიოდში ვლინდება და თუ გოგონა მოზარდობის პერიოდში იწყებს მკურნალობას, მას უკვე ნაკლები რისკი აქვს, რომ შეექმნას შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები. მაგრამ თუ ესეთი გოგონა, ესეთი ქალბატონი, რა თქმა უნდა, აუცილებლად ორსულდებიან ესეთი ქალბატონები პოლიცისტური საკვერცხების სინდრომით, მათი ორსულობა მიმდინარეობს მიეკუთვნება ზოგადად მაღალი რისკის ჯგუფს, რადგან ასეთ ორსულებში საკმაოდ მაღალია გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკი, ორსულთა გიპერტენზიის რისკი, ორსულობის გართულებების რისკი, ზოგადად ორსულობის შეწყვეტაც საკმაოდ ხშირია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები, რომლებიც იბადებიან პოლიცისტური საკვერცხების სინდრომის დიაგნოზის გამო მკურნალობის შედეგად მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს. ანუ ესეთ ორსულებს ჭირდებათ განსაკუთრებული მეტვალყურეობა ანტენატალურ პერიოდში და შესაბამისად ესეთ ბავშვებსაც ჭირდებათ ცოტა უფრო მეტი ყურადღება როდესაც დაიბადებიან დაბადების შემდგომ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ბატონ მარჩილმა აღნიშნა, რომ თავისთავად თვითონ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ესეთ პაციენტებს, ვისაც აქვს უშვილობის პრობლემა, გარდა იმისა, რომ თავისთავად უშვილობის პრობლემაა, ძალიან ხშირად აღინიშნება თანხლები დაავადებები. მაგალითად, ასაკი რატომ არის პრობლემა შვილოსნობასთან მიმართებაში, რადგან ასაკის მატებასთან ერთად არა მხოლოდ ფიზიოლოგიურად ქვეითდება კვერცხუჯრედების ხარისხი, არამედ იზრდება ქრონიკული თანხლები დაავადებების არსებობაც, მათი რისკის არსებობაც. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ სწორი მეტვალყურეობის პირობებში ბავშვები არიან აბსოლუტურად ჯანმრთელები, მათი განვითარება, როგორც ფიზიკური, ემოციური, ინტელექტუალური არის ნორმალური და ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ძალიან დიდი მადლობა ძალიან ამომძრავი პასუხისთვის. ეხლა მე მინდა რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდეგ დაგებრუნდებით სულ 2 წუთში.